ბლოკავს თუ არა ქართული მხარე აზერბაიჯანელ გადამზიდავებს. სკანდალურ სტატიას ამ თემაზე აზერბაიჯანული გამოცემები აქვეყნებენ. მძღოლებს ვერ გაუგიათ მათთვის ერთდროს კომფორტული მარშრუტი, რატომ გახდა ასეთი პრობლემული. ყვებიან, რომ კვირების განმავლობაში უსაფუძვლო დაჩერებენ. საბაჟოსა და პოლიციის თანამშრომლები კი უდიერად ეპყრობიან. საბერძნეთში მიმაქვს თამბაქო, მიზეზის გარეშე გამაჩერეს. მოვედი აქ ველოდები 21 დღეა. დოკუმენტები წესრიგში მაქვს, არავითარი საფუძველი არ აქვთ, რომ ამდენი დღე გამაჩერო. გარდა ამისა, საბაჟოს თანამშრომლები ჩვენთან ურთიერთობაში უხეშობენ. საბაჟოს თანამშრომლების გარდა დიდ პრობლემებს გვიქმნიან საგზაო პოლიციის თანამშრომლებიც. სტატიებში აღნიშნულია, რომ იმას, რაც თავდაპირველად ტექნიკურ პრობლემად აღიქვეს, შესაძლოა უფრო ღრმა ფესვები ჰქონდეს და უკავშირდებოდეს ახალ რეალობას, რომელიც სიუნიქის დერეფნის მოსალოდნელ გახსნას უკავშირდება. მძღოლები ამტკიცებენ, რომ მებაჟეები მათ უხეში ფორმით სწორედ იმ მარშრუტით გადაადგილებას ურჩევენ. ჩვენი ბიჭები უკან დააბრუნეს, 70 მანქანა დააბრუნეს უკან. მესაზღვრეს ვკითხეთ, რა ვქნათ, სად წავიდეთ. გვეუბნებიან, თქვენ გაქვთ ზანგეზურის გზა და იქიდან წავიდო. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ასეთი ქცევა პარტნიორი სახელმწიფოსგან მოულოდნელია და ავითარებს აზრს, რომ შესაძლოა რუსეთთან დაახლოებული საქართველოს ხელისუფლება ამ ქმედებით სწორედ რუსულ ინტერესს ატარებდეს, რომელიც თავის მხრივ გაღიზიანებულია მისი გავლენის სფეროდ მოაზრებულ რეგიონში გეოპოლიტიკური ცვლილებებით. იმ ფონზე, როცა რამდენიმე თვის წინ ანალოგიურ პრობლემებზე ჭიოდნენ სომეხი გადამზიდავებიც, ამ ვერსიას სავსებით რეალურად მიიჩნევენ ადგილობრივი ანალიტიკოსებიც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა განცხადება, რომ ყველა ხერხით არ დაუშვებენ სომხეთის, აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის მათი გავლენიდან გასვლას, რასაც უწოდებენ ჭყალებში დასავლეთის მიერ ამის ჩამორთმევას ამ რეგიონის. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მიზნით საქართველო გამოიყენება ახლა როგორც ინსტრუმენტი, თუმცა ეს ძალიან სამწუხაროა, რადგანაც შექმნის რეპუტაციულ ზიანს ჩვენი ქვეყნისთვის, ხელშეუშლის სანდოობას, საბოლოო ჯამში ლოგისტიკური კავშირები დიდი ალბათობით დაინაცვლებს სწორედ ტრიბზე და სომხეთი და აზერბაიჯანი გააქტიურებენ საუბარს იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე გახსნან ეს გზები იმისთვის, რომ საქართველოს გვერდი აუარონ. საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე, რომ პრობლემებია, ამას ადასტურებენ სატრანსპორტო ექსპერტებიც. ამბობენ, რომ არასაკმარისი აღჭურვილობა და კადრების დეფიციტი საზღვარზე აჩენს რიგებს. ამ ფონზე კი აზერბაიჯანი საკუთარ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ყველა მიმართულებით დაჩქარებული ტემპებით ავითარებს. თუ კი საქართველო ამ ტემპს არ მიჰყვა, მაშინ ქვეყანა საბოლოოდ ჩამოყალიბდება შუა დერეფნის შემაფერხებელ სუსტ რგოლად. ამის პერსპექტივა, რომ ახლო მომავალში ჩვენ ვიყოთ შემზღუდავი, ეს რა თქმა უნდა არსებობს, იმის ფონზე, რომ პრაქტიკულად მრავალი პროექტი, რომელიც დაანონსებული იყო, თითქმის 5-ჯერ, 6-ჯერ არის უკვე ვადაგადაცილებული და დაანონსებული, ეს ყველაფერი გვაფიქრებს იმას, რომ აზერბაიჯანის ქმედება კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, მიმართულია იქითკენ, რომ რაც შეიძლება მალე და ბიძგი მისცეს ქართულ მხარეს დაასრულოს საკუთარი ინფრასტრუქტურული პროექტები. ახალი მარშრუტის გახსნით საქართველო უფრო დიდ კონკურენციაში ერთვება. შესაბამისად, ოპონენტების აზრით, საქართველოს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს პრობლემის მნიშვნელობას და ნაცვლად იმისა, რომ უფრო მეტად მომხიბვლელი გახადოს საქართველოზე გამავალი ტრანზიტი, პირიქით ქმნის გარემოს, რომ ქვეყანამ ტვირთები დაკარგოს. ჩვენ ხედავთ სახელმწიფოს პოლიტიკას, რომელიც ყოველწლიურად წინა წლამდე უფრო და უფრო ართულებს საბაჟო პროცედურებს, ქმნის უფრო მეტ ბიუროკრატიას და არ აქვს არანაირი კოორდინაცია ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან. ეს ყველაფერი შეიძლება აჩენდეს გარკვეულ ეჭვს იმისა, რომ ხომ არ არის ხელოვნურად წარმოქმნილი ეს პროცესი და ხომ არ უკავშირდება გეოპოლიტიკურ პროცესებს. ამ ქვეყანას არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ ჩვენ არ დავკარგოთ ეს სატრანსპორტო ლოჯისტიკური მიმზიდველობა, ჩვენ გვაქვს გაუმართავი რკინიგზა, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურაც არ არის იმ ფორმაში, რომელიც აი ამ ცვალებად კონტექსტს მოერგებოდა და ზუსტად ამ პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ ჩნდება ახალი ალტერნატივა ჩვენს რეგიონში, რაც ეკონომიკური კატასტროფის მომასწავლებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისათვის. ქართულ ოცნებაში აზერბაიჯანთან პარტნიორულ ურთიერთობაზე აპელირებენ. გადამზიდავების მიმართ უდიერ მოპყრობაზე კი ამბობენ, რომ შესაბამისმა უწყებებმა საკითხი უნდა მოიკვლიონ. წადი ზანგეზურით გაიარეო ეუნებია? აჩერდი რა. თუ კი ესეთი რამ არსებობს, ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენ. სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს აზერბაიჯანთან და ეს არის აზერბაიჯანისთვის და ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობის თემა. საქართველოს სატრანსპორტო დერეფანია და ამ დერეფნის
გარშემოა ასეთი ნებათახელვა. აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური მოკლე განცხადებით გამოეხმაურა. უწყებამ ყველა ბრალდება უარყო, აზერბაიჯანული გამოცემები კი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.